დილამ შვიდობის. მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან აი ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 19-ში და 18-ში უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ სწორი არის ნაზუსხის აღება. რატომ არის ზოგადად? არავინ არ იცის, მე მგონი, იმიტომ რომ რაღაც უცნაური ფაქტები გვესმის ხოლმე, მაგრამ ესეთ ლოგიკას რომ იყოს, მსგავს ფაქტებად რატომ უნდა ავიღოთ თუნდაც ნაზუსხო 18 რიცხვში, ან ზოგადად რასთან არის დაკავშირებული მისი დადგმა, შემდეგ აღება, რა პერიოდს მოიცავს, ეს რაღაცნაირად ენერგიებთან არის ალბათ დაკავშირებული. ასევე ვისაუბრებთ ნუმეროლოგიაზეც ჩვენ სტუმართან ერთად. მოკლედ, ვეცდებით რომ საინტერესო საუბარი შედგეს ჩვენ სტუმართან ერთად. ქეთი ოდიშელი, ასტროლოგი და ნუმეროლოგი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესო არის აი ახლა ამ პერიოდში, მაგრამ ვინმეს დააგვიანდა ნაზუსხის აღება, უფრო ადრე უნდა მომხდარიყო ეს თუ შეუძლიათ მათ. აი მე რაც ეთერამდე გითხარით, რაღაცნაირად ეს არის, თქო 19 რიცხვამდე უნდა მოხდეს, მაგრამ რატო? ძველით ახალ წელს არის, ან 14-ში უკვე, ან 15-ში ყველაზე გვიან, როგორც წესი, ესე მეგონა აქამდე. და იცოცხალი და ხელოვნური ნაზუსხის შემთხვევა. საინტერესო თემა ძალიან, იმიტომ რომ სპეციალურად მოვიძიე ადამიანებსაც ვკითხე და ყველა მეუბნება, რომ 19-მდე აუცილებლად უნდა. ხო, რაღაცა რატო არ ვერ ვამბობ. თორემ მოვადეთ თოვლის ბაბუა დაგხვში, სადაც ახსნა არა. ნახეთ, საინტერესო რა არის? იმისთვის რომ გავერკვეთ ზოგადად რეალურად რა ხდება, უნდა გავერკვეთ პირველ რიგში რა სიმბოლოსთან გვაქვს საქმე. ნაძვის ხე თვითონ რას ნიშნავს? ნაძვის ხის სიმბოლოს იყენებდნენ საკმაოდ დიდი ხნის წინ, სხვადასხვა ტრადიციებში და კულტურებში. იმის და მიხედვით კონკრეტულ კულტურაში, კონკრეტული ქვეყნის კულტურაში რა დატვირთვა აქვს ამ სიმბოლოს, ზოგადი მნიშვნელობა განმარტება სიმბოლოებს კი აქვს ერთი, მაგრამ იმის და მიხედვით თუ რა განმარტება აქვს კონკრეტულ კულტურაში, მაგაზია აწყობილი, ანუ მე უკვე როდის უნდა დავდგას და როდის უნდა ავიღოთ. მიხვდით? მაგალითად, ნაძვის ხის სიმბოლო ეს არის, ნაძვის ხე მწვანეა, მარადმწვანეა, ხო? მარადიულობის სიმბოლოა მარტივად რო ვთქვათ. ოღონდ როგორი მარადიულობის, ნახეთ, კრავს ციკლს. მაგალითად, აწყო, წარსული აწყო და მომავალია გაერთიანებული და თვითონ ნაძვის ხეში ქვედა ნაწილი ქვედა მესამედი არის წარსული, ეს არის წინაპრებთან კავშირის სექტორი, შუა ნაწილი ეს არის აწყოს სექტორი, ასე ვთქვათ, სამ სექტორად რო დავყოთ და ზედა ეს არის მომავლის სექტორი და მწვერვალზე რო სათამაშოს უკეთებთ ხოლმე ვარსკვლავს, ხო? ხშირად. ანუ რატო? იმიტომ რომ დაგვირგვინება უნდა მოხდეს რაღაცის. კიდევ საინტერესო ნახეთ რა არის, ძველად, როდესაც გათხოვების რიტუალი, აი, თხოვდება, ხო? ქალიშვილი თხოვდება და აი ამ დროს ქალიშვილობიდან ქალობის პერიოდში გადასვლის ციკლს ასახავს ნაძვის ხე, იმიტომ რომ ნაძვის ხე იდგმებოდა, მაგაც მოსავდნენ ნაძვის ხეს, არ ქონდა მნიშვნელობა, როდის მოხდებოდა ეს რიტუალი თვითონ. და ასახავდა რას, ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლას. ნაძვის ხე ასევე არის სიცოცხლიდან სიკვდილის მდგომარეობაში გადასვლა და პირიქით. ასევე მნიშვნელოვანი იყო, ნახეთ, საქართველოშიც გვაქვს ქრისტიანულ კულტურაში აღდგომის დღეებში იყო ხოლმე ნაძვის ხის ტოტს შემოიტანდნენ და ხატებთან აწყობდნენ. რატო? იმიტომ რომ აღდგომაც ერთგვარი ციკლი არის, მიხვდით? დაბადება ქრისტეს და აღდგომა, ხვდებით ხო? ანუ რას უკავშირდება უკვე. იგივე მდგომარეობაა ეხლაც. ანუ ნაძვის ხე, ნახეთ, ცოცხალ ნაძვის ხეზეა საუბარი. ცოცხალი ნაძვის ხე არის ერთგვარი თილისმა, ერთგვარი ინსტრუმენტი, ცოცხალი ჯადოსნური ინსტრუმენტი, ძველი წლის ახალ წელში გადასვლას ემსახურება, მაგრამ ეხლა ვნახოთ საზღვრები, როდის იდგმება და როდის უნდა ავიღოთ. ნახეთ, ნაძვის ხე იდგმება ძალიან ბევრ კულტურას რო გადავხედოთ, ნაძვის ხე იდგმებოდა რეალური ახალი წელი, რეალური ახალი ციკლის დასაწყისი ძალიან ბევრ ტრადიციაში, ღვთაებების დაბადების დღე, როდის ხდება, ანუ მარტო იესოს დაბადება ხო არ ხდება, სხვადასხვა კულტურებში, აი წარმართულ მითოლოგიაშიც რო ვნახოთ, არის დაბადება სხვადასხვა ღვთაებების. შესაბამისად, ზუსტად მაშინ, როდესაც აი რაღაცა მისტიური დღე არის, ხო, 25-ისთვის იდგმებოდა ნაძვის ხე. ახლა შემოვიტანეთ უბრალოდ თვითონ ნაძვის ხის კულტურა, ხო? უბრალოდ თვითონ ნაძვის ხის მდგომარეობა, ნაძვის ხის სიმბოლოს მნიშვნელობა არის ეს. 25-ისთვის იდგმეოდა, ან ტოტი შემოქონდათ, იმიტომ რომ ძველად ითვლებოდა, რომ ესე ვთქვათ, მრავალწლოვანი ნაძვის ხის მოჭრა ისჯებოდა, ტყის სულების ჭირდნენ ესეთ ადამიანებს და ცდილობდნენ არ გაეკაფათ ტყეები. პატარა ნაწილი მაინც შემოეტანათ, ხო? იმედია დაბრუნდება ეს ტრადიცია. იმედია დაბრუნდება, იმ ძალიან მომწონს აღმოსავლეთში
აქვს და ჩინეთში მაგალითად ძალიან მივესალმები ქოთნებში რგავენ და მე გადარგავენ ხოლმე ხო და ზდიან თვითონ ამას და ძალიან კარგია ეკოლოგიურია და მოსაფრთხილებელია ნამდვილად. ასევე მნიშვნელოვანი არის ნახეთ რომ 25-დან ვიწყებთ და როდის ხდება ანუ რეალურად ISO იბადება ერთი ციკლი იწყება მაგ დროს, როდესაც ნაძვისხე, ხო, ნაძვისხის სიმბოლო შემოდის, ხო? 25-ში და როდის მთავრდება ეს ციკლი? როდესაც გაცხადება ხდება ღმერთის. ღმერთის გაცხადება, ეს არის ჩემი საყვარელიო რო გვეუბნება, ანუ თვითონ განმარტება როგორც გვაქვს მოცემული, ხო? წმინდა სამება ამ დროს ფიგურირებს უკვე ხდება, როდის 19-ში. ოღონდ ეს 19 არის მართლმადიდებლური კალენდრით. და რო გადავხედოთ, ანალოგიურად არის ყველა ტრადიციაში 5-6 რიცხვი კათოლიკურ სამყაროში მაგალითად იღებენ ბევრგან 5-6 რიცხვში. გავინტერესდი რომ 5-6 რიცხვში რატო? ზუსტად იმიტომ რომ ეს არის იგივე ნათლისღება ქრისტეს გაცხადება ოღონდ კათოლიკური ეკლესიით. მიხვდით? ამიტომ აღება როგორც ესეთი ნაძვისხის აუცილებლად უნდა მოხდეს არ არის თემა. უბრალოდ ციკლი დაბადება და უკვე გაცხადება შეიკრა და უკვე მერე თავის ჯადოსნობას მიგულია, ხო? მაგრამ ზიანის მომტანიც არ არის მაგალითად ამ ენერგიების კონკრეტულად. თვითონ ნაძვისხე საინტერესო რა არის? მოჭრილი ნაძვისხე ან ტოტი რამდენი ხანი ძლებს იცით? ისე რომ ფერი არ შეიცვალოს, წიწვები არ დაყაროს. 21-დან დაახლოებით 4 კვირა, ანუ ზუსტად ნათლისღებამდე დაახლოებით. და საინტერესოა კიდე მაგალითად თუ ვატყობთ რომ ცოცხალი ტოტი გვაქვს ან ცოცხალი ნაძვისხე გვაქვს თუ ვატყობთ რომ ფერი შეიცვალა, წიწვები დაიყარა, ეს უკვე წიწვები ასოცირდება ფინანსებთან, სიმბოლურად, მატერიალურ დოვლათთან. შესაბამისად, თუ უკვე რაღაცები იყრება, ფერი შეელახა, ამ დროს უკვე შეგვიძლია გავიტანოთ, ოღონდ არ გადავაგდოთ სანაგვეზე. ხანდახან მინახავს და ძალიან გული მწყდება ხოლმე. არც ცოცხალი და არც არაცოცხალი ნაძვისხე არაფრით არ უნდა გადავაგდოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება დოვლათით და წარმატებული წელი ზოგადად. აი ამაზე უნდა მეკითხა, მაშინ როგორ ვიქცევით, როგორც ხელოვნურის შემთხვევაში, ან მაგათ კონკრეტულად შეიძლება ვიყიდოთ რამოდენიმე ხელოვნური ნაძვისხე, ძველი აღარ გვინდა და რას უშვებით ამას ვინახავთ სადმე? საერთოდ რატო უნდა გადავაგდოთ? თუ გაფუჭებულია მისმის რომ შეგვიძლია უბრალოდ მაინც გასაფორმებლად განვიხილოთ ეგ საკითხი, ცება არ უნდა ადამიანს და ასევე ცოცხალი შემთხვევაში გადაგდების. ცოცხალი შემთხვევაში მიწიდან ვიღებთ და მიწას უბრუნებთ აუცილებლად. აუცილებლად მიწას უბრუნებთ, სადმე მიწაზე მოვათავსოთ, შეიძლება იმ ხისგან რაღაცების გაკეთება და მოხმარება იმისიც, მაგრამ თუ ამასაც ვერ ვახერხებთ, ხეს ანუ მიწას დაუბრუნოთ სადმე ან ტყეში, ან მიწიან ადგილზე დავტოვოთ. ეს ერთი ცოცხალის შემთხვევაში. არაცოცხალის შემთხვევაში თუ ანუ მოქმედია და არაფერი არ ჭერს, არ უნდა გადავაგდოთ. გავაჩუქოთ ბოლო-ბოლო. მაგრამ თუ მაინც და მაინც კი რატომაც არა, შეიძლება გაჩუქოთ. თუმცა მე აუცილებლად ვიტყვი ერთ რამეს, ცოცხალი ნაძვისხე და ან მოჭრელს გულისხმობ და ნამდვილი ნაძვისხე, ჯობია რომ არ შევიძინოთ, უკეთესი იქნება თუ კი ხელოვნური იქნება, რადგანაც ბუნებას გაუფრთხილდეთ. ბუნებას აუცილებლად ხო, ტოტი. უმჯობესი იქნება. ძირითადად ტოტებისგან აწყობილი ნაძვისხეებით იქნება ტოტი, მე ესე ვფიქრობ, რომ უკეთესია რომ ხელოვნური გამოვიყენოთ და კანონიერ დარეგულირებულია უკვე ეს საკითხი და აკრძალულია ნაძვისხის მოჭრა ესე თვითნებურად, ამისთვის სპეციალური სანერგეები არსებობს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა უკეთესია რომ არ შეიძინოთ და იყიდოთ არაბუნებრივი, ესე რომ ვთქვათ, ხელოვნური ნაძვისხე და ეს თქვათ სახლში უკეთესია. და ეს ხელოვნური ნაძვისხე უკვე როგორც უკვე აღნიშნეთ 19 რიცხვამდე გარკვეული ჯადოსნობა აქვს და 19 რიცხვამდე შეგვიძლია როგორც თილის მესე გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მანდ ნაძვისხის ქვეშ სათამაშოებიც, ანუ თილისმების გააქტიურებაც, თქვენი პირადი რაღაცა სამკაულით შეგიძლიათ 19 რიცხვამდე რომ დაკიდოთ ამ ნაძვისხეზე, იმიტომ რომ ნაძვისხე არის სიმბოლო ამ ზეიმის, ამ დღესასწაულის ის ჯადოსნური სიმბოლოა, ხო? და მე ჩვეულებრივ დაიბრუნებთ ამას. თავის წესებიც აქვს, მაგალითად, როგორ დავშალოთ ნაძვისხე, ხო, ვიწყებთ ქვევიდან, ქვედა ზონით, ასევე სექტორით, მე თავდაპირველად შეგვიძლია მოვხსნათ ასევე გირლანდები, მაგალითად. გირლანდები არის სინათლის, სითბოს სიმბოლო. მე მეორე ეტაპზე მოვხსნათ წვიმები, უკვე ეს არის სიუხვის და ფინანსების სიმბოლო. და მესამე ეტაპზე აუცილებლად სათამაშოების მოხსნა ხდება და სულ ბოლოს უკვე მწვერვალიდან ვიღებთ ამ ძირითად სამშვენის, ხო? გარდა ამისა, ქვევიდან ვიწყებთ დაშლას, მე შუა ნაწილი, მე თუ
მაინც და მაინც ზედა, ანუ ამ პრინციპით უნდა მოხდეს, რომ აი წესებს რომ მივყვეთ, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ნაძვისხეს, 17 თებერვალს როგორც ვიცით, ახალი წელი გვაქვს აღმოსავლური, ამიტომ ძალიან ნაძვისხის სიმბოლიკა თუ არა, სხვა გასაფორმებელი რაღაც მაინც დავიტოვოთ, თუნდაც პატარა ნაძვისხი შეგვიძლია, ხო? სიმბოლურად ამ შემთხვევაში ხელოვნური გამოგვადგება. თუმცა კონკრეტულად აი როდის დავშალოთ ნაძვისხი 19-მდე 20-მდე არის ოპტიმალური. მაგრამ შემდეგ თებერვალზე როგორც თქვენ თქვით, ხელოვნური შეგვიძლია მე ამ დრომდე დავტოვოთ თუ მერე გადმოვიტანოთ. შეგვიძლია ნაძვისხეც არ არის აუცილებელი, სხვა რაღაცებით შეიძლება გაფორმება, მაგრამ კი შეიძლება ნაძვისხეც შეიძლება იყოს. და სხვა რაღაც სიმბოლიკა და ატრიბუტიკა, იმიტომ რომ აღმოსავლურ სამყაროში გაცილებით უფრო ეს ლამპები აქვთ, ქაღალდის ხო გინახავთ ხო როგორი გაფორმება გაზაფხულის დღესასწაულზე ეს ჩირაღდნებივით გაჩახჩახებულია ხოლმე ყველაფერი. ამიტომ იქ წითელი ფერის დომინირება აუცილებლად, აი ცეცხლოვანი ცხენი არის და მით უმეტეს შემოაქვს ისე და ისედაც ყოველ წელს ეს წითელი ფერის დომინაცია აქვს ხოლმე აღმოსავლურ ახალ წელს და ამ დღესასწაულს. ჩემთან რაღაცა წითელი ფერი ძალიან ახლოს არის ახალ წელთან ყოველთვის ეს საზეიმო ფერია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სტიქიურად, აი მაგალითად ეხლა იყო ჯერჯერობით კიდევ არის, იმიტომ რომ არ შეცვლილა, თებერვლის დასაწყისში იცვლის თვითონ ზოდიაქონის შანსს. გველის წელი გადადის ცხენის წელიწადში, ხოლო მერე უკვე ახალი წელი გვაქვს, ხო? და მწვანე ფერები იყო აქტუალური შედარებით. და ხო უკვე წითელი ცეცხლოვანი ფერები იქნება აქტუალური ნამდვილად. კი ბატონო, ასევე ნუმეროლოგისაც მინდა რომ მოვასწროთ ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში შეიძლება თქვა ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით. აინტერესებთ მათ თუ რა კავშირში არის მათი დაბადების თარიღის ერთობლიობა, ანუ შეკრება, მათ ესე რომ ვთქვათ სამომავლო გზასთან. კი ბატონო, დავიწყოთ რით. ნახეთ 2026 წელი. უკვე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც და ისეც უკვე აჟღერებმა ხოლმე ამას, რომ ესე იგი რაღაც მნიშვნელობა ქონია, ხო? 2025 დაბაჯამეთ და მივიღეთ ცხრიანი, ნახეთ ციკლს კრავს. ერთი ციკლის ჩაიხურა, დასრულდა. 2026 ეს არის 10-იანი. 10-იანი ციფრთა სამყაროში სულ გვაქვს 9 ციფრი. ანუ დანარჩენი რიცხვებია, ხო? 9 ციფრი გვაქვს. ციფრი რას ნიშნავს? ანუ ის 0 აღარ ითვლება, ისევ ერთიანი, ანუ 9-ის შემდეგ, ხო? 10-იანი ეს არის ერთიანი. 10-იანი არის ერთიანი და ერთიანი შეესაბამება ახალ საწყისს. ეს არის მზის ენერგია, ასტროლოგია და ნუმეროლოგია რო დაუკავშიროთ, ეს ციფრული ასტროლოგია რო ვთქვათ, ეს არის მზის ენერგია, ეს ყოველთვის სიახლეების მომტანი არის, ყოველთვის რაღაც ახალის დასაწყისია. ყოველთვის რაღაცის სამზეოზე გამოტანის პერიოდია, ხო? ანალოგიურად არის ადამიანებზეც, ანუ უნდა დავაჯამოთ რა? დაბადების რიცხვი, თვე, წელი უნდა დავაჯამოთ და ვიყვანოთ 1 ციფრამდე, ანუ 1-დან 9-მდე და ძალიან მოკლედ გავიაროთ თითოეული რო დავაჯამებთ. მაგალითად, თქვენ შემთხვევაში რას ვიღებთ? აი მაგის მიხედვით, რომ მაყურებელს გავაგებინოთ. მაგალითად, დავიწყოთ ერთიანით. თუ 1, 10 ან სხვა ესეთი რიცხვი დაჯდა, მაგალითად 28-ს თუ დაჯდა, ეს არის იგივე ერთიანი. გავაკეთოთ ჩემს მაგალითზე თუნდაც რა ვიცი, არ არის პრობლემა. 1992 2007. 2007, ანუ 20 არის ორიანი, 7 არის 2 და 7 9, შემდეგ 9 და 1 1000, 9 და 1 10, შემდეგ 1900 92. 19 და 9 არის 28 და 92. 30, ანუ თქვენი ყოფილა 3-იანი. კი ბატონო, აი თქვენ შემთხვევაში მივიღეთ 3-იანი. დავიწყოთ ახლა ერთიანიდან და მივყვეთ და 3-იანზეც ვიტყვი, ხო? ერთიანი, როგორც უკვე აღნიშნე, არის მზის ადამიანები არიან. ძალიან ისეთი პირდაპირები შეიძლება იყვნენ, აი ადამიანის ლიდერები, კარგი ლიდერები არიან, კარგი ორგანიზატორები არიან ერთიანები, ხო? და შესაბამისად ესეთ ადამიანებს ვერ დამალავ. ანუ შეიძლება თვითონ უყვარდეთ რაღაც განმარტოება, მაგრამ სოციუმი მოითხოვს, კარიერა მოითხოვს, რომ იყვნენ ყურადღების ცენტრში. ამიტომ ანათებს თათა, მაგრამ ეს ერთიანზეა. სხვა ერთიანი, მეგონი ბილ გეიტსი და ესეთი რა ქვია, საკმაოდ შემოსავლიანი და დიდი თანხებებით დააგროვეს, ხო, ერთიანი. 3-იანია თათა უფრო სწორად. კი ბატონო, ყველას მივყვეთ, ხო და 3-იანზეც რო ვიღაცა არ გამოგჭეს. ორიანები, ეს არიან თვარის ადამიანები. შესაბამება მთვარე
სხვარის ენერგიებთან დუალიზმი შემოდის. დუალიზმი რა არის? ნახე, აქ უკვე ერთიანი ხო ერთია, აქ უკვე მეორე ადამიანი შემოდის, ანუ მეორე ენერგია შემოდის, ხო? ორიანის ადამიანებს ესენი უფრო პირიქით დახურულები არიან, უფრო ისეთი ინტიმური ადამიანები არიან, ხო? უყვართ რაღაცების გასაიდუმლოება, შეიძლება ცოტა შიშებისკენ მიდრეკილება იყოს, ერთიანი შემთხვევაში ცოტა ამბიციები არის, სამიანსაც ცოტა გადამეტება ახასიათებს, მაგრამ ეს დოზირებულად. ორიანის შემთხვევაში აქტუალური არის ის, რომ ესეთ ადამიანებს ძალიან ჭირდებათ ურთიერთობები. ძალიან ჭირდებათ, ამიტომ წყალივით აუცილებელია მოკლედ. სამიანის შემთხვევაში სამიანის ენერგიას შეესაბამება პლანეტა იუპიტერი. იუპიტერიანელები არიან მასშტაბები, მასები ჭირდებათ. ძალიან რაღაცებით გავს ერთიანს, იცით ესეც. იმიტომ რომ მასშტაბები ჭირდებათ, კარგი მოსაუბრეები არიან, აქაც ლიდერები არიან, ავტორიტეტის გამოხატული არის ავტორიტეტი და ყველაფერი მოწონთ დიდი, აი მასშტაბები მოწონთ. მიხვდით? ამიტომ აი მაგალითად მანქანა თუა ჯიპის ტიპის რაღაცა დიდი, ისეც რაღაცა დარბაზი, აი ეს მასიური და მასშტაბური უნდა იყოს. ოთხიანი შეესაბამება ურანის ენერგიასთან არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საყრდენი, ეს არის 4. ანუ 3-ც არის საყრდენი, მაგრამ ყველაზე სტაბილური არის ამ კუთხით და ურანიანელები ცოტა ისეთი რევოლუციონერებიც არიან. ანუ რა დროს რას მოიმოქმედებს პრინციპში წინასწარ არ ვიცით და ცოტა მასთან ურთიერთობა ისეთია, სტრესულია, კარგი ლიდერები არიან ასევე და მეგობრობის და თავისუფლების ფასი მათ შემთხვევაში ძალიან გამოხატული არის. ხუთიანები ეს არიან მერკურიანელები, მერკური ეს არის კომუნიკაციების თქვენი სფეროს მართველი პლანეტა არის მერკური რეალურად და ძალიან მოქნილები არიან, მარტივად ალაგებენ კომუნიკაციებს. აი მე რომ მკითხო, ერთ-ერთი ძალიან კარგი არის მოლაპარაკებებზე რომ გაუშვა ესეთი ადამიანი, ძალიან მოქნილად და კარგად შეასრულებს ყველაფერს. ასევე უყვართ ქაოსი, გადაადგილება, საბუთებთან სამუშაოდ, აი ბრწყინვალეა რა და კომუნიკაციები მათი მთავარი ესეთი ოქროს გასაღები არის. გადავედით 6-იანზე და 6-იანი არის ვენერა, პლანეტა ვენერა შეესაბამება, სიყვარული, სილამაზე, ესთეტიკა და ეს თემები არის მათთვის პრიორიტეტი, ასევე სასიყვარულო თემატიკა, პარტნიორული ურთიერთობები პრიორიტეტი არის. 7-იანი ეს არის ნეპტუნი და ძალიან კარგი ინტუიცია აქვს, შეიძლება კარგი წინასწარმეტყველური უნარები გქონდეთ, დაჯილდოებული იყვნენ ესეთი რაღაცები და ხელოვნებაში არიან ბრწყინვალე ესეთი ადამიანები. რვიანები ეს არიან ჩარჩოების ადამიანები. აი ხშირად ნეგატივში თუ გადადის დიქტატორობაში შეიძლება გადაუვიდოთ ხოლმე. კარგად ქმნიან სტრუქტურებს, კარგად ქმნიან ფორმას, კანონს აყალიბებენ და ცოტა შედარებით უჭერთ გარდაქმნები და ადაპტირება. და 9-იანები ხურავს ციკლს 9-იანი, ეს არის მარსიალური ენერგია, ფაქტიურად უნივერსალურია, მე შემდეგ გადაცემებში შეგვიძლია განმარცოთ, იმიტომ რომ ეს არის ყველა ციფრს რო ერგება ისეთი ენერგია არის მარსის და კარგი მებრძოლები არიან, საკუთარი პოზიციების დაცვა უყვართ და არიან ძალიან აქტიურები. მათი გაჩერება არ არის როგორც წესი. ძალიან საინტერესო. ასევე შეგვიძლია ამ ციფრებთან დაკავშირებით კიდე მაგალითები მოვიყვანოთ. მე ერთიანზე ვთქვი, ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ, მარკ ზუკერბერგის მე მგონი ერთიანი არის ბილ გეიტსი და მოკლედ ბევრი ისეთი წარმატებული ადამიანი არის, რომელსაც აი ეს ერთიანი აქვს და შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილი ადამიანების მაგალითები, რაღაცნაირად პროტოტიპები გამოგვადგება, რომ მივხვდეთ ვინ რა, როგორი ესე ვთქვათ, ნიშნის მიხედვით როგორი მატარებელია. ეს შემდეგისთვის. ეხლა რადგან დრო აღარ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე უბრალოდ დავამატოთ თვითონ და ამას ხომ მიაქცევენ ყურადღებას, რომ დააჯამებენ, მაგრამ თვითონ რიცხვსაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რიცხვი ქმნის ხასიათს ადამიანში, რომელ რიცხვშია დაბადებული. თქვენ რომელ რიცხვში ხართ? 20. 20-ში, ნახეთ 20-იანს, ანუ 2-იანს კიდე დამატებით რაღაც თვისება შემოაქვს და ამაზეც გააკეთეთ პატარა აქცია. ყველა ძალიან ინდივიდუალურია და ეს იდენტობა თან დაყვება ამ ციფრებსაც და ყველა ძალიან განსხვავებულია მართლა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ საუკეთესო 2026 წელი ქონოდეთ. ქეთი ოდიშელი იყო ასტროლოგი და ნუმეროლოგი ჩვენი გადაცემის სტუმარი.